ვირთხების მეშინია პანიკურად. სწორედ ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ნიუ-იორკში ჩასვლის ძალიან მეშინოდა და თურმე ტყუილად არ მეშინოდა, მაგრამ რას ვიფიქრებდი, მთლად ვირთხების რბოლაში თუ მოხვდებოდი. ნიუ-იორკი და სან-ფრანცისკოში გაფრენის დღეს, ის იყო, ვამბობდი, რა ბედნიერებაა, ბევრი ვირთხა არ მინახავს მეთქი, რომ ზუსტად მაგ დღეს ვნახე 10-1. მართლა ხალხო არ მოგესმათ. წარმოიდგინეთ, ამოვედი მეტროდან, მოვათრევ უზარმაზარ ჩემოდანს და უცებ ნაგვის ურნიდან მესმის ვირთხის საშინელი ჭყივილი. ორი ნაბიჯი გადავდგი და გადაირბინა ერთმა, მერე მეორემ, მერე მესამემ. არ ჩერდებოდნენ, მართლა, ქუჩაში დარბოდნენ ძაღლებივით. დამემართა სრული პანიკა. აი, რასაც ქვია ისტერიკა. ჰუდი ჩამოვიცვი თავზე, რადგან დანახვაზე ცუდად ვხვდები და ვერ ვუყურებდი და ასე თვალდახუჭული ჩემი მეგობრის დახმარებით მივედით დანიშნულების ადგილამდე. 1 საათი გონს ძლივს მოვედი. მხოლოდ ის ადამიანები გამიგებენ, ვისაც ვირთხების და თაგვების შიში აქვთ. არ ვიცი როგორ დავამარცხო და შეიძლება თუ არა ამის გადალახვა არც ეგ ვიცი. რამე გამოცდილება თუ გაქვთ ამ შიშის დამარცხების გზების, ძალიან გთხოვთ რომ გამიზიაროთ.